საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა დაამტკიცოს. დავით უსუფაშვილი პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა და მთელი რიგი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში არჩევნებამდე უნდა მოხდეს. საუბარია იმ მოდელზე, რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებს დააბალანსებს. კარგი ინიციატივა არის სააკაშვილის მხრიდან, რომ არა მარტო საკონსტიტუციო ცვლილება, არა თუ საკონსტიტუციო ცვლილება თლიანად არის იდეა, რომ ის რაც ოქტომბრის შემდგომ, ახალი არჩევნების შემდგომ პრეზიდენტის უფლებები როგორიც ექნება ახალ არჩეულ პრეზიდენტს და თქვენ იცით, რომ ძალიან სუსტდება პრეზიდენტის უფლებები ახალი არჩევნების შემდგომ, ზუსტად იმ უფლებების გადმოტანაზეა საუბარი უახლოეს დროში. ამ წუთში მიმდინარეობს საუბრები იმაზე, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომელიც 2010 წელს თავად ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა და მიიღო პარლამენტში, მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მხოლოდ მას შემდეგ შედის ძალაში.